თქვენი სიხარული გავიზიაროთ თქვენთან ერთად, ბიზნესის ტაძარი შენდება. თქვენ ყველამ კარგად იცით, მაგრამ მინდა სიხარული გავიზიარო, რომ ეს არის საქართველოში ახალ აგებულ ტაძართა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტაძარი, უძველესი ტრადიციული წესებით აგებული ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშების მაგალითი არის და მათი კოდი თანადგომით ელემენტების გამოყენებით რაც არის იმ ტაძრებში ჩუქურთმა იქნება თუ თვითონ საინჟინრო ტექნიკა აგების მიხარია რომ რუსთავში ესეთი ტაძარი შეიძლება ითქვას აშენდა ცოტა გააგია მაგრამ ჩვენ ვაქსოვილი რომ პარაკლისი გადავიხადოთ იქ. დედაფის შევავედროთ. ამათი შენი თავი მრევლი თქვენი რუსთავის ეპარქია სულიერ საქართველოს. Acum te
ისე დებელო თვითადმობის სისტემელო შეიძლება გამომძელდა შიშოთა სამოსულო სიუთან კურნალა თორებდა ყოველთა ქრისტიანთა შემჭირდა შესაძლებელო ხოი ყოველ მწყალ დედოფალ ქართულში შობელო განუზი დიმიტრი და ისანა განუზი მაქსიმ დელშიო დელიო გუჯანე განუზი ეს არიონი და ყველა კამპლომარენი კეთილ მონუნენი და ეთილის მყოფები და ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანები სამოსულო შეიძლება გასულ Piotr Terta Zeda. Hoi od motkal dედოფალ ფიშობელო. აღმომიყვან ჩვენ სიღრმეთგანსა დათასა. და მიხსენ ჩვენ სიყმისას რისა ცეცხლისა მახვილისა და დედა მოსენ უცხოთ ესაზე და კომტაგან ბრძოლისა და უსნავსი სიკვდილისა და ზედასხმისა ერთასა და უფალმა მრავალგზის წარმოაჩინა წიხთომილობა ჩვენი ქვეყნისა ერისა. პირველად, როდესაც დედაღვთისას წილით და მეორე, როდესაც ანდრია პილოტოდებული შემოვიდა საქართველოში და ოთინდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი მოაბრძანა, არწყურის ღვთისმშობლის ხატი. წმინდა ნინო, რომელიც ღვთისმშობლის მოძებული ჯვარით შემოვიდა საქართველოში და ეს ჯვარი დასვენებულია თბილისის ციონის ტაძარში საპატრიარქო თბილისში. და ალბათ ყველაზე მეტი ტაძრები საქართველოში არის ღვთისმშობლის სახელზე უფლის და წმინდა გიორგის. აი ეს ტაძარი კიდევ აშენდა ღვთისმშობლის სახელზე ისი მიზინების რომელიც მოასწავებს ჩვენ მომავალ აღდგომას. რადგან კაცთაგან პირველი უფალმა აღადგინა აღამაღლა ზესად ყოველდღე ღვთისმშობელი. და ის არის საწინდარი ჩვენი მომავალი აღდგომის და ზეცაში შესვლის. ის არის დედა ჩვენი და მისი დედობრივი კალთა განმოფარებულია ჩვენს ერზე ქვეყანაზე, მაგრამ გმართებს ჩვენ როგორც ღირსეულ შვილებს მსახურებად მისთან უფლისადმი, ღვთისმშობლისადმი და უფლის ეკლესიისადმი. თქვენი ერთობით, თქვენი თანადგომით, ღვთისშეწევნით შენდება ეს დიდებული ტაძარი და აი ამ ნაყოფით იცნობა ხე, ანუ თქვენი სიყვარული, თქვენი ერწმენა და თქვენი ერთგულება უფლისადმი. მე თვითონ დავგუთ, დედა ღვთისამ დავგუთეთ ყველგან. მრავალ ჯამიერ იგდებოდეს მისი სახელი ჩვენს ქვეყანაში და ეს ტაძარი იყოს მის ადიდებლად კიდევ. ალბათ მალე უკვე მოვესწრებით ჩვენ ამ ტაძრის ასრულებას, კურთხევას. მე იგი პატივი ჩვენთვის რომ დავესწრო. სადაც არ უნდა ვიყო, მოვიდეთ ქართთან ერთად ვიყო და კურთხევაში მიიღო მონაწილეობა. მე იგი ბევრი ტაძარი შენდება ეს, მაგრამ კიდევ ეს არის განსაკუთრებული და თქვენ ყველა მესიცით რა ხაზ გასმალოს, მაგრამ სიხარულმა არის ხოლმე საზღვარი. ეს მხარია და მხარი რომ აი ადამიანთა რომ მიაქვს საჩუქრები, ვერნაირი საჩუქარი შეიძლება იყოს, მაგრამ აი ყველაზე საფრთხად შესრულებული რომელიც არის და დიდი რუძუნები და მონდომები და მთელი გულით, აი ის არის ყველაზე ძირფასი საჩუქარი. ამ საჩუქარს ჩვენ ვკვეთებთ დედაღვთისას. პირველი მანო ხონცო და